ევროპის 2016 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს D ჯგუფში ითამაშებს. ქართველი ფეხბურთელები გერმანიის, ირლანდიის, შოტლანდიის, პოლონეთისა და გიბრალტარის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. წილისყრა ქალაქ ნიცაში გაიმართა ცერემონიას ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია, ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჩინავა და გენერალური მდივანი რევაზ არველაძე ესწრებოდნენ. ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის მატჩები მიმდინარე წლის 7 სექტემბერს დაიწყება. D ჯგუფის კალენდარს კი UEFA სავარაუდოდ დღის ბოლომდე გამოაქვეყნებს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე 16-ის ნაცვლად 24 ნაკრები ითამაშებს. ფავორიტი არის გერმანიის ნაკრები. დანარჩენი ახლა ისეთი გუნდები არის შოტლანდია, პოლონეთი და ირლანდია. ყოველთვის იმჯერან იმისათვის რომ გავიდნენ ფინალურ ეტაპზე. ადვილი თამაშები არ იქნება, მაგრამ ჩვენ ვეცდებით ყველანაირად ვიბრძოლოთ. მესამე ადგილისთვის გასაუბრებელია ყოველთვის პირველი ორი თამაში იქნება. ითამაშებს თბილისში, შოტლანდია, ირლანდია.